მოგესალმებით, მე ვარ პეპი, ინტერიერის დიზაინერი. ეს არის ჩემი ბლოგი არქიტექტურაზე და დიზაინზე. დღეს მე მინდა გესაუბროთ ფერების სწორად შერჩევაზე ინტერიერში. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ფერი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ენერგიაზე, განწყობაზე, შრომის უნარიანობაზე და ჯანმრთელობაზეც კი. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფერის სწორად შერჩევას. ფერი უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდ დროს ვატარებთ ამა თუ იმ სივრცეში, ასევე ცხოვრების სტილიდან და საქმიანობიდან გამომდინარე. არსებობს თბილი, ცივი გამები, გარდამავალი ფერები, ნეიტრალური ტონები. გასათვალისწინებელია ფერთა შერწყმა და ბალანსი ინტერიერის შექმნისას. არსებობს ფერთა შერწყმის სამი ძირითადი გზა. მონათესავე ფერების შერწყმა, მონათესავე და კონტრასტული და კონტრასტული. ეს ყველაფერი ინტერიერში გამოყენებისას უნდა იყოს დაბალანსებული. მაგალითად, ცივი ტონები თბილით, ხოლო თბილი ტონებისთვის კარგი აქცენტია ცივი ტონალობის შეტანა. თუმცა ეს ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ახლა კი რჩევები. მცირე ფართის შემთხვევაში სასურველი იქნება თუ ძირითად ტონად აიღებთ ცივს ან ნეიტრალურს და მცირე დოზით დაამატებთ თბილ ფერებს. დიდი სივრცის შემთხვევაში კარგი იქნება თბილი ფერების გამოყენება. სამზარეულოს ნაწილისთვის გასათვალისწინებელია რჩევები, თუ რომელი ფერი აქვეითებს ან აგვიძრავს მადას. მაგალითად, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი აგვიძრავს მადას, ხოლო ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი აქვეითებს. საძინებლის ზონისთვის აუცილებელია შევარჩიოთ თბილი ფერები, რომ სხეული დასვენების რეჟიმში გადავიდეს. ხშირად გამწვანება, ოთახის მცენარეები საუკეთესო საშუალებაა ფერთა ჰარმონიულად დაბალანსებისთვის. ერთფეროვანი ინტერიერის შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა ცივი და თბილი ფერების კომბინირებულად შემოტანა ინტერიერში. კარის როლს ინტერიერში დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ შესაძლებელია იყოს იატაკის ფერი, ან კედლის ფერი, ან კონტრასტული იატაკთან და კედელთან. გაითვალისწინეთ ტრენდები და ტენდენციები. ყოველწლიურად მოდის ინდუსტრია ქმნის შესაბამის ფერთა პალიტრას, რომელიც მოიცავს თბილ და ცივ ფერთა გამებს. პანტონის წლის ფერია ცოცხალი მარჯნის ფერი. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ფერი სხვადასხვა ფაქტურაზე და განათებაზე სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ზოგადად ინტერიერში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე მუქი უნდა იყოს იატაკი, შემდეგ მოდის ავეჯი, კედლები და ყველაზე ღია ფერის უნდა იყოს ჭერი. და ბოლოს ვისაუბროთ ფერების ზეგავლენაზე. როგორც უკვე გითხარით, წითელი ფერი მადის აღმძვრელია, ასევე სტიმულატორი და აღმგზნები. ნარინჯისფერი ენერგიისა და ენთუზიაზმის მიმცემი. ყვითელი ფერი იწვევს სითბოს და პოზიტივს ინტერიერში. მწვანე ფერი სიჯანსაღის და სიმშვიდის განწყობას გვექმნის. ლურჯი ფერი ზრდის პროდუქტიულობას და აღვივებს უსაფრთხოების შეგრძნებას. ვარდისფერს მოაქვს სიმშვიდე და რომანტიული განწყობა. იასამნისფერი არის სიბრძნის და წარმატების შეგრძნების მომტანი. შავი ფერი ძვირფასთან, პრესტიჟთან და ექსკლუზიურობასთან ასოცირდება. თეთრი ფერი არის პრაქტიკული და ქმნის სისუფთავისა და სიწმინდის განცდას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი ხელით ავაწყოთ ორიგინალური სანათი. გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს.